ბათუმის მესამე სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან დღეს უვადო პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ მათ ხელისუფლებას. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, 91 მოშიმშილი ადამიანიდან რამდენიმე ათეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. უვადო პატიმრების ახლობლები მათი საქმეების ხელახალ გადახედვას, ძიმესენით დაავადებულთა გათავისუფლებას, ხოლო დანარჩენებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვენ. თუ ხელისუფლებამ მსჯავრდებულთა ბედით დროულად არ დაინტერესდება, ბათუმის მესამე საპყრობილესთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას და საპატიმროებთან შიმშილობას დაიწყებენ. უვადო პატიმრების ძირი იყო გამოსული კანონური განთავნახევარი და შეუსრულებელი. მაგრამ არავის ყურადღება არ მიაქცია და ისევ შიმშილობენ ჩემი პატიმრები, უვადო პატიმრები ყველა, ჩემი ძმის სახელით ყველა. ხო და ვითხოვთ. ან 25 წელი არ მოწევს გაანახევრონ მაინც. აჭარიდან არის დაახლოებით 7 პატიმარი, სულ შიმშილობს 91 პატიმარი ქვეყანაში, 33 დღეა ეს შიმშილობა გრძელდება და სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისი სამსახურების მხრიდან არანაირი რეაგირება. უფრო მეც გეტყვით, ჩვენ ამასინად ქობულეთში ქალბატონ ფათი ხალვას შევხვდით. გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ ჯერჯერობით პატიმრებიდან არ არის გამოხმაურება, რომ დეპუტატები დაინტერესდნენ ან შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ. უპირველესი მოთხოვნაა, რომ შევიდნენ და ამ ხალხს უთხრან, რომ შეწყვიტონ შიმშილობა ეს ერთი და მეორე ყველა ის მოთხოვნა რაც არის აყენებული ოფიციალურად შესრულეთ დაუყენებლივ. ჩვენ შევიგრებეთ იმიტომ ყველა უვადო პატიმარს, რომელიც რომ შიმშილებენ 91 ადამიანი, გადახედოს თავრობამ, შეხედონ რა სჭირს, რა უნდებიან, რა სიტყვენ და დახმარება რომ გაუწიონ. თავიდან იყო დაპირება ყველაფერს გავაკეთებენ, არც ერთი არაფერს არ აკეთებს. შევხვდით პატიხალვაშის, გაკეთდება ყველაფერი და ველოდებით დღემდე.